რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. თუ აქამდე არ მოგიწონებიათ, აქამდე არ გამოგიწერიათ, ჯერ კიდევ გაგვთ რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. საქართველოში ხომ იცით როგორ გარბის ეკონომიკა? ის წინ მირბის და ჩვენ ვეღარ ვეწევით. რაღა ჩვენ ევროპა ვერ ეწევა და ამერიკა, სინგაპური და ჰონკონგი საერთოდ რა მოსატანია. ოღონდ უცებ, ელვამ გასერა უღრუბლო ლურჯიცა. აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელთაც ირკვევა, რომ ასე განვითარებულ, აყვავებულ და გადაყვავებულ აჭარაში ვერაფრით ვერ ასრულებენ პრივატიზაციის გეგმას. თურმე. და ვერ ასრულებენ არა ის სიტყვა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჩამორჩებიან გეგმას? არა, არც ეგ. აჭარამ პრივატიზაციაში ჩააჯვა, ეგ უფრო ზუსტად გადმოსცემს სათქმელს. ჩამორჩენა 1, 2 ან 5% კი არა, ჩამორჩენა 97.9%. ჩავთვალოთ რომ 100. პრივატიზაციით აჭარის ბიუჯეტში ამ წელს 200 მილიონის ნაცვლად სულ 4.5 მილიონი შევიდა. აჭარაში ხალხო, აჭარაში სადაც პროჭორილელები რაღაც კუნძულებს აშენებენ ზღვაში, იმიტომ რომ ამბობენ ხმელეთზე ვეღარ ვეტევითო. აჭარაში, რომელიც აპირებს დუბაი ჩაისვას ჯიბეში. ამ აჭარაში პროჭორილელთა გამოცხადებული აუქციონებიდან გეგმის სულ 2.5% შესრულდა. ამას მოხერხება უნდოდა და თქვენ ეს მოახერხეთ პროჭორილელებო. აჭარაში, სადაც ჭაობებიც კი 20 ბირად იყიდება, სადაც ყოველ წელს თითო სარატოვი შენდება და ჩელიაბინსკი თავისი შესაბამისი მოსახლეობით. თქვენ პრივატიზაციის გეგმაში უბრალოდ ჩააჯვით. ძალიან კი მაინტერესებს რას დააბრალებთ ახლა. აკაცუკებს, deep states, იქნებ რიჟვაძის მოხსნას, მისი მკვლელობის მცდელობასა და უტელეფონობას. თუ უბრალოდ თქვენს პროჭორილელობას, როცა სანქცირებული მილიციონერი დაგინიშნეს უფროსად და მერე გითხრეს, აწი მამა დამარჩენალი ამას დაუძახეთო. უსახკარო ადამიანებს ჩემი განსაკუთრებული ხარდაჭერა და პატივისცემა და შენ პირადად გილოცავ დამდეგ ახალწელს. აქ შოუები არ მოვაწყო. უსახკარო ადამიანები ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტია. ბოდიში თუ ბიუჯეტში ჩამჯმელთ ამაზაშულს, მილიციონერს, უსახლკაროებმა ნაძალადევ პრაზნიკში ჩაუჯვეს. მისანახავად მივიდნენ ადამიანები, უსახლკარო დარჩენილები, რომ კითხვა დაესვათ. ამაგე როგორც ჭეშმარიტ პროჭორილელს ეკადრება, ეგრევე პროვოკატორები ხარ და შოუს დადგმა გინდათო. განსაკუთრებით ულოცავ უსახკაროებს, ისინი არიან ჩვენი სატკივარი და თქვენ დგამთ შოუს. შოუს კი არა, 4 კედლის დადგმა უნდა მაგხალს პროჭორილელო და ზედ კიდევ სახურავის და მხოლოდ ეგ კონტაქტ სათქმელი. სანამ შენ მილიციას უბრძანე რომ იქიდან ძალით გაეთრიათ. რას ნიშნავს ამაც ეხ მითითება? ახლა რომ უთხარი სხვას მითითება გვაქვს გაყვანაზე, რას ნიშნავს? ახლა ხანს უპასუხეთ თქვენს კოლეგას და რას გულისხმობდით, ვიზე გაქვთ მითითება რომ გაგიყვანოთ? მხოლოდ სახლი აინტერესებთ, მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელი, რომ შვილები შეაფარონ თოვლსა და წვიმას. ყველაფერი დანარჩენი შოუს ჩათვლით სულ ირაკლი კობახიძეზე გიდიათ. და ისევ ამბავი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისა. აღმავლობაც აღარ ქვია, გაფრენაა ფაქტიურად. ამ ხალხს თუ ენდობთ, რავი, სანდო ხალხი კი ჩანს, მსოფლიო სავალუტო ფონდი. შეიყვან სახელს ჯორჯია და გაჩვენებთ ამ ინტერაქტიულ რუკას. უმუშევრობა მთელს მსოფლიოში. თვალი არ გატყუებთ, ამ საშიში ფერით აღნიშნულია ჩვენი სამშობლო. არნახულად აყვავებული და გაბწყინებული, გამდიდრებული, დალაგებული და ომს გადარჩენილი. რუკა როგორც გითხარით ინტერაქტიულია. შეგიძლიათ აამოძრავოთ. შეგიძლიათ გაადიდოთ, დააჭერთ და გეუბნებათ რომ საქართველოში უმუშევრობა 13.9%-ია. მეზობელ სომხეთში, რომელიც ასევე წითელსიაშია, ოდნავ ნაკლები, 13.9%. მეომარი უკრაინა, რომელზეც სულ გიჩიჩინებთ ნადეჟდა და შალავატივი, აყვავებული ქვეყანა ჩაიბარა კლოუნმა და გაანადგურაო, ეს უკრაინაც კი უკეთ გამოიყურება, 11.6%. ესპანეთი 10.8%, 12.8% ჩრდილო მაკედონია, ოდნავ ნაკლები ბოსნია და ჰერცეგოვინა. მაროკო 13.1%. ჩვენზე ცუდღეში არიან სუდანი და სამხრეთ აფრიკა, ალალად. ამერიკის კონტინენტზე ჩვენი ფერისაა მხოლოდ კოლუმბია, 10%. მსოფლიო სავალუტო ფონდი ეს მეგობრებო. არანაირი აკაცუკი ნიუსი ან რადიკალ მედია. მსოფლიო სავალუტო ფონდი, რომლის კომპეტენციაში ეჭვი ჯერ პროჭორილელებსაც კი არასდროს შეუტანიათ. აწი რას იზამენ, ნახავთ ერთად. თუმცა იგივე მონაცემები სხვა წყაროებსაც აქვთ და ძალიან მსგავსი.
ეკონომიკ ინსაიდერის ანგარიშითაც საქართველო მსოფლიოში მესამეა. მსოფლიოში მესამე. დაუკვირდით. ოღონდ ბოლოდან უბედურებით. კიდევ უფრო მეტი 14.9%-ით. საუკეთესო სტატისტიკა აქვს ტაილანდს, მხოლოდ 1%. შემდეგ მოდიან ანდორა, მაკაო, სინგაპური, ვიეტნამი და შვეიცარია. იქ 2.9%-ია უმუშევრობა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი კი 4.9%-ია. სამჯერ ნაკლები ჩვენს უმუშევრობაზე. მოკლედ ხალხო, ყველანაირად გვიტევსებს გლობალური ომის პარტია. გვინდა მუშაობა და არ გვამუშავებს. ხო და აი შემდეგი არჩევნები რომ მოვა, მეტი აღარ ავირჩევთ მაგათ. გლობალური ომის პარტიაზე ვამბობ, ხალხო, აბა თქვენ ვინ გეგონათ, ვის არ ავირჩევდით. საფრებში რომ რაღაც ჯადოსნური სარკეები ჩაიხედავ და მომავალს ხედავ. აი ასეთი სარკე ამბები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თავს რომ ხდება. ძალიან უხაროდათ აფსუებს ჩვენი შვილები და შვილიშვილები რუსეთის უნივერსიტეტებში ისწავლიანო. ძალიან უხაროდათ ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს და თავისუფლად ვივლითო. და უცებ აღმოჩნდა რომ ზუსტად მაგი დაიჭირა პუტინმა. აფხაზ სტუდენტებს რუსეთში ძალდატანებით არეგისტრირებენ სამხედრო კომისარიატებში, როგორც წვევამდელებს. რეგისტრაციაზე ვინც უარს იტყვის, ემუქრებიან გარიცხვით უნივერსიტეტებიდან. ამდენი ესმით აფსუებს, მაგრამ ხმამაღლა რა თქმა უნდა ვერ ამბობენ. პუტინს ძალიან სჭირდება საზარბაზნე ხორცი. გაცილებით მეტად ვიდრე ვიღაც მათხოვარი სეპარატისტების მხარდაჭერა და სიმპათია. თუნდაც მათი ჩაკაკული საზღვაო კურორტები. ამიტომ დღეს აღრიცხავს, ხვალ გარეკავს ომში. ხომ გაგვთ რუსეთის პასპორტი? ხომ სწავლობთ რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე? წადით ახლა და დაიხოცეთ რუსეთისთვის. ხიფათ იმდენად რეალურია, რომ იმართება მთავრობა წოდებული ბანდის თათბირების ოხუმში. ეხვეწებიან დახმარებას რუსის ელჩს, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, სოხუმელს. მამაზეც იერს, რა ვიცი. რუსეთის უმაღლესებში როსსატრუდნიჩესტოს, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფულით დღეს ასობით სტუდენტი სწავლობს. მარტო შარშან უღიარებელი რეჟიმის კოტით 93 პირველ კურსელი ჩაირიცხა. გარდა ამისა, ისეთები არიან, ვინც თვითონ იხდის სწავლის საფუძველს. მოკლედ პუტინი თუ იტყვის, ერთი რამდენიმე ბატალიონი პრინციპში უკვე მზადაა. ხო და აი მაგას ვამბობდი ზუსტად. საქართველოს მომავალიც ეგ იქნება. ჩვენ შვილებსაც რუსის ჯარში გარეკავს ივანაშვილი თუ ამის უფლება მივეცეთ და ასე გავაგზალებინეთ. ქართული ხელოვნების მიღწევებს ვეღარ ვითვლით უკვე. იმდენია რომ საქართველოსს ვეღარ ეტევა. ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა, რასაც რა თქმა უნდა ვულოცავთ. Представитель Союза писателей Грузии, политолог Лали Морошкина, стала членом Союза писателей России. Церемония состоялась в Москве, и это первый подобный случай в истории стран. Наступает пора каких-то политических изменений или что-то такое назрело в обществе, все спрашивают, а когда будет следующая книга? დღეიდან მწერალთა კავშირის წევრი ვარ და ასევე გადმომეცა ჯილდო საქართველოს კულტურის დესპანი. და ულოცავთ რუსულ ლიტერატურულ სამყაროს ასეთი ავტორის შემატებას პირველ რიგში. გაასკდით ახლა შური და ბოღმით. დღეიდან კი ყავს რუსული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი. ვისი სახელიც მიეწერება ტოლსტოის, პუშკინის, ლერმონტოვის, ტურგენევის, დოსტოევსკის, ჩეხოვის, ახმატოვასა და ცვეტაევას სიას. ეგენი კი არც ერთი არ იყვნენ მაგ გაერთიანების წევრი მაინც და მაინც. ჩვენში რომ დარჩეს, მაგრამ მწერლები ხომ იყვნენ. ეგენიც რუსი მწერლები იყვნენ, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით. ჩვენ რა დაგვრჩენია? მხოლოდ აღტაცება და ლოდინი, როდის შეივსება რუსული შედევრების სია და როდის დაიწერება მაგალითად რომანი იძიოტკა. თავად მიხვდით ვისი ავტორობით. საქართველოში დაითვალეს ყველაზე პოპულარული სახელები. ის რასაც 2025 წელს არქმევდნენ შვილებს მშობლები. გამარჯვებული გახდა ალექსანდრე, 691 ბიჭი. ცოტა ნაკლები გიორგი, 668. თომა 589. 584 ლუკა და 559 დემეტრე. გოგონებში პირველია ნიცა 640. 527 მართა და 499 თაია. 472 მარიამი და 459 ევა. ალექსანდრეს, გიორგისა და მარიამს თუ არ ჩავთვლით, შეგვიძლია სრული დარწმუნებით ალბათ ვამტკიცოთ, რომ ქვეყანაში ბებია ბაბუის სახელს აღარავის აღარ არქმევენ. რთულად წარმომიდგენია თაია ან ნიცა ბებია ან ლუკა პაპა. ეს როგორც გითხარით 2025 წლის სია იყო. საერთო ჯამში კი პირველ ადგილზე ისევ გიორგია, მერე ისევ დავითი, ალექსანდრე, ლუკა და ნიკოლოზ. ქალის სახელებში ნინო, მარიამ, ანა, მარიამი. ბოლოში ი და თამარ. ცალკე კიდევ არის თამარი. ოღონდ ესენი რეესტრისთვის სხვადასხვა. ახლა გვარები. ამ მომენტში საქართველოს 30190 მოქალაქე ატარებს ბერიძის გვარს. 19273 არის კაპანაძე, 18330 გელაშვილი. მერე არიან მაისურაძეები, მამედოვები და გიორგაძეები. და იარონ. ამინ. შობასა და ახალ წელს გილოცავთ.
ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად მოიწონეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. क्या बोलने वाशिंग का था